შემოგვერთა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეფობიშვილი. დილამშვიდობისა მამა დავით. დილამშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს. სულიერი მოძღვრისა და მასთან ურთიერთობის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს. ეს არის ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა მოძღვართან ამ თემასთან დაკავშირებით და ხშირად ვაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს. განმარტოთ კიდევ ერთხელ რა როლი აქვს სულიერ მოძღვარს მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში და როგორი უნდა იყოს სინამდვილეში მასთან ურთიერთობა. დილამშვიდობის მოძღვრის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფაქტურად ამაზე არის ჩვენი მარადიული ნეტარება და ბედნიერება დამყარებული, დამოკიდებული. ყოველფერს თავი რო დავანებოთ, აი რაღაც ყოველდღიური თუ არ იქნება, თუ ყოველკვირეული, თუ ყოველთვიური ურთიერთობა მოძღვართან, როგორც ხდება ეს მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში. ყველანი ვართ მონათლულები, ხო, ქრისტიანი ისე ვერ გახდება ადამიანი თუ არ მოინათლა, ამ გზაზე ვერ დადგება, რაც არის ხონების გზა. როგორც უფალი ამბობს, უკვე თუ ვინმე არ აიშვეს წყლისაგან და სულისგან, ვერ ხელეწიფები შესვლაც ასუფეველსაც 1000 რად. უნდა გასაგებია თუ მოძღვარი არ არის და ადამიანი მომაკვდავია, ერისკაცად შეუძლია მონათლოს, მაგრამ თუ მოძღვარი არის ღვთივდადგენილი, ეკლესიის მიერ დადგენილი, აუცილებლად უნდა მოხდეს მოძღვრის მიერ აღსრულება ამ საიდუმლოსი. და რა თქმა უნდა, ამითიც ყველაფერს თავი დავანებოთ, ამას გვერდს ვერაულით და აქედან იწყება უკვე ეს ურთიერთობა. მე უკვე ძველ რაღაც ესე იგი ამ პრაქტიკაში, ნათლობის პრაქტიკაში ნათლობასთან ერთად იყო ზიარებაც, იქვე იყო მერონცხებაც და ზიარებაც ხომ უფალი ამბობს, რომ ვინც უკვე თუ არ ასჭამოთ, ესე იგი ხორცისა კაცისაი და სვათ სისხლემისი, არა გაქონდეს ხოვრებაი თავთა შორის თქვენთან და მოძღვარმა უნდა გვაზიაროს, როდესაც მოდიან ახლა საზიარებლად, როდესაც ვნახავ უცხო ადამიანი და რაღაცა, მაინც ვეკითხებით, ხომ? თუ იტყვის რომ აი მე ურთხევა მაქვს ასე შემდეგ და რაღაც მომზადებულ, ვაზიარებ, თუ იტყვის რომ ახლა შემთხვევით მოვიდა, მაინც ვეტყვის, მოდი გავისაუბროთ, ჯერ გავეცნოთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ესე სპონტანურად არ ვაზიარებთ და ზიარებაც რა თქმა უნდა მოძღვრის მეშვეობით ხდება, უხილავად ქრისტე გვაზიარებს, მაგრამ ხილულად მოძღვარი დგას. ასევე ვიცით რომ ერთი დღეც რომ იცხოვროს ადამიანი, მათ უნდა იცოდეს რომ აი ეს დღე არის აი უკანასკნელი მის ცხოვრებაში, მაინც ოდვა ჩაიდენს ადამიანს. ჩვენ საკუთარ თავზე გამოგვიცდია ეს და ხშირად ვფიქრობთ იმას, რომ შეიძლება დღევანდელი დღე უკანასკნელი იყოს, მაგრამ რომ გადავხედავთ მე ამ გავლენ დღეს, რამდენი რაღაც შეცდომა დაუშვით ადამიანებთან ურთიერთობაში, ინკლუგრილობაში, ლოცვა დაგვეზარა, ცოტა ვილოცეთ, იქაც გონება გაგვეფანტა და ნუ ძალიან ბევრი ჩამონათვალე ამ სოდოების და ამ რეალობაში ახლა რა უნდა გააკეთო ადამიანმა, როგორც ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, თუ კი ვიტყვით რომ სოდვა არ გვაქვს, საკუთარ თავს ვატყუებთ, მაგრამ თუ კი ვაღიარებთ ჩვენ სოდვებს, მაშინ ეს დარწმუნოა არს და იმისთვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ მოგვიტევოს ჩვენ სოდვები და უფალმა ვიცით რომ თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოციქულებს მის სოდვათა მიტევების ხელმწიფება შეჰპერამ და უთხრა უკვე თუ ვის მე მიუტევებთ მიეტევება თუ არ მიუტევებთ არ მიეტევება და აუცილებელია რომ მოძღვართან ხშირად მივიდეთ და აღსარება ჩავაბაროთ. რატომ მოძღვართან ისეც ხომ შეიძლება რომ თქვა ჩვენ ვაღიაროთ და ამით დავკმაყოფილდეთ. რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ საკუთარ თავში უნდა დავინახოთ ეს სოდვა აღმოვაჩინოთ და მე რა თქმა უნდა ვისწრაფოთ რომ მოძღვართან თქვა რომ ძალიან ხშირად ჩვენ აღსარებაში თავს ვიმართლებთ, ვახსენებთ გარემოებას, მიზეზებს ვეძებთ, ვერანაირი მიზეზი ვერ გაგვამართლებს. როგორც დავით მეფსალმუნემ თქვა, ვწოდე, ერთი სიტყვით თქვა, ვწოდე, მან ორი დიდი ცოდვა ჩაიდინა, მრუშობა და მკვლელობა. და ამის შემდგომ მან შეცვალა თავის ცხოვრება და დაწერა 50 ფსალმუნი და მთელი ცხოვრება სინანულში გაატარა იგივე პეტრე მოციქულზეც, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე. მას არ უთქვია რომ იქ რაღაც ესე კუთხეში მიმაყენეს, ჩემი მოკლა უნდათ, მოინანია და ამის შემდგომ აგრძელებს ცხოვრებას და მოციქულთა თავი ხდება და მოძღვარი არეგულირებს ამ ყველაფერს, რომ ისე იგი ადამიანმა თქვას მართალი აღსარება, რომ მართლა მიიღოს ეს შენდობა და მიიღოს სულიერი სიმსუბუქე. ასევე ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანები მკაცრად განეკითხავენ საკუთარ თავს, ეს განსაკუთრებით ჩვევიათ ახალმისულებს ეკლესიაში, აქვთ ესეთი განცდები, რომ ღმერთი არ გვაპატიებს, ჩვენ მე ღირსი არ ვარ ზიარების და თან არ აქვთ ამისი გამოცდილება. მოძღვარზე ზოგს არასწორი წარმოდგენები არის, რა ზოგი ამსრობს მოძღვარს, ზოგს მეტად რაღაცა ღმერთივით მიიჩნევს, მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია და არანაირი კომპლექსი არ უნდა ქონდეს მასთან. უნდა მივიდეთ და ჩავაბაროთ აღსარება და ამისთვისაც ბუნებრივი არის მოძღვრის როლი
შეუცვლელი ფაქტიურად მიუხედავად იმისა რომ იაკობ მოციქული გვეუბნება რომ ერთმანეთის წინაშე აღიარეთ ცოდვები და მე თუ მომაკვტავი ვარ და უცებ ვერ ხერხდება მოძღვართან სულიერი კომუნიკაციის დამყარება მისი მოყვანა მე შემიძლია ადამიანს გავანდო ჩემი ცოდვები და ამისი პრაქტიკაც ისტორიებიც არაერთი არსებობს თავად ბიბლია არის ამის წინაპირობა და აი რამდენიმე მაგალითის მოხმობა შეიძლება ასევე წმინდა წერილიდან სადაც ჩანს ის რომ ადამიანები რომელთაც უნდათ ჭეშმარიტებასთან ახლოს მისვლა ჭეშმარიტების შემეცნება ღმერთის გზაზე სიარული ყოველთვის ეძებდნენ მოძღვარს ვიცით რომ ეს ადამიანები რომელმაც გადაწყვიტეს სულიერი ფერისვალება მიდიოდნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელთან როგორც სახარებებში წერია არაერთ სახარებაში ისინი აღვარებდნენ მათ ცოდვებს იოანეს იოანე ასე ვთქვათ აძლევდა შენდობას ეუბნებოდა რომ რა თქმა უნდა შენდობას მოგცემთ მაგრამ აი ხელს იშვერდა ქრისტესკენ და მიუთითებდა რომ აი ის გადაგარჩენ თქვენ მოძღვრის როლი ეს არის რომ ჩვენ ადამიანები ქრისტესთან დავაკავშიროთ და ამით ხვდები ჩვენ მამები როგორც პავლე მოციქული ეუბნება კორინთელებს მე თქვენი მამა ვარ რადგანაც ქრისტეში დაგბადეთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რჩევის მიცემა ხო სულ ხდება რომ ერთ-ეგივე ცოდვებს შევდივართ ძალიან ხშირად ისიც კარგია რომ ძალიან ხშირად ამაზეც ბრკოლდებიან რომ რა აზრი აქვს ჩემს სულიერ ცხოვრებას წინ ვერ მივდივარ მაგრამ ისიც კარგია რომ უკან არ მიდიხარ ამ ეტაპზე რაღაც რჩები ერთ-ეგივე მდგომარეობაში რომ ბოლომდე შეგზიზღდეს აი სოდვა ეს ეგვიპტის მონობა და მერე რომ ისწრაფო უკვე სულიერი თავისუფლებისკენ რადგანაც ვინ სოდვას ჩადის და უკვე ჩვევა ხდება სოდვა მისთვის ქრისტე ღმერთი ვერ გახდება თავად ეუბნება ის ფარისეულებს და ყველას რა თქმა უნდა ვინც ვისმენს ახარებას რომელმაც ნესოდვაი მონაიარ სოდვისაი ხოლო მონამან არა დაიმკვიდრო სახსაშინო უკვე თუ ძემან გაგათავისუფლოს თქვენ ჭეშმარიტად თავისუფლები იქნებითო და ქრისტე აი მოთმინებაში აი სულიერ ცხოვრებაში თანდათანობით გვათავისუფლებს ჩვენ აი ამ ცოდვებისაგან და დაცემული ბუნების აი წარმოქმნილი ჟანგისაგან და აგრეთვე იმაზე შეიძლება საუბარი აი თუ რატომ მოძღვარი და რატომ უნდა მივიდეთ მოძღვართან რომ აი ეს ბუნებრივი ეს გამოცდილება გროვდება ჩვენთან ახლა ამდენი ადამიანი რომ მოდის და ძალიან ხშირად აი ადამიანს უთქვამს ახსარება და მე ჩამიხედავ შენ თავში და დავინახე რომ მე ამას არ ვაქცევდი ყურადღებას და მე ამით ან ჩემი ეს რაღაც გამოცდილება გამდიდრდა და მე უკვე სხვა რომ მოვიდა ჩემში არის ეს გამოცდილება და გვინდა თუ არ გვინდა თან ის რომ ჩვენ უბრალოდ რჩევას ხო არ ვაძლევთ ჩვენ ხა ზეციდან ხო არ ვიხედები ჩვენ ხო ანგელოზები არა ვარ ჩვენ ხო ამ გზაზე მავალები ვართ ჩვენ ვართ თანამგზავრები მრევლის პრაქტიკული მე რომ ასე ვთქვათ გადამხდა და მე რომ იგივე რაღაცა ბრძოლაში ვარ საკუთარ თავთან ბრძოლაში ჭიდილში ცოდვასთან ბრძოლაში ამას ვეუბნები მრევლს და ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი თან ახლა დიდი მარხვის პერიოდი არის და მე ძალიან ხშირად შევსწრები ვარ ისეთ ფაქტს რომ ისე ადამიანმა იმარხულეს მე ესე იგი რომ დამთავრდა ეს დიდი მარხვის პერიოდი მივედი სახლის კურთხევაზე და ადამიანმა მითხრა არაერთი მქონია ესეთი შემთხვევა რომ მთელი ეს მარხვა შევინახეთ აი არაფერზე ხელი არ წაგვიცდა მაგრამ ტაძარში ვერ მოვედით ხო როგორი დღეები არის ისეთი მსახურებები არის რომელიც მთელი წლის განმავლობაში არ აღესრულება აქ არის ანდრია კრეტელის სინანულის კანონები პირველ შეწერულის ლიტურგიები ბასილი დიდის წირვები იქნება შვირგზის ეთისხებები ჩვენ გველოდება ვნების შვიდეული სადაც ახარებები იკითხება ქრისტეს ჯვარცმის მისი საფლავში დადების აღდგომის მსახურება და აი ეს არის უნიკალური პერიოდი რომელიც ემსახურება ჩვენს სულიერ ფერისვალებას ეს წმინდა 40 ეს მე 3 დღესასწაული რომ გამოვაკლოთ ეს 365 დღიდან ეს მიათედი შეწირვა და ღმერთისადმი და ჩვენ ვაკვირდებით იმას რომ ამ მარხვას ძალიან ბევრი ადამიანი მარხულობს მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდია თავისი არსი თავისი დროითი ინტერვალით მაინც ადამიანები როგორ აკეთებენ ამას მაგრამ შეიძლება მარხვის უკან იდგეს ამპარტაუნებაც რომ ადამიანი ფიქრობს რომ აი მე შემიძლია ეს გავაკეთო მე ჩემი თავი ვერ დამამარცხებ შემში სულიერი მხარე უფრო აღმატებულია და აი ჭიდილში და აი რაღაც ამპარტაუნებაში თუ ადამიანი ტაძარში არ მივიდა და ეგ მოძღვარს ქედი არ მოუდრიგა თავის მსგავს ადამიანს რომელიც როგორც ვთქვით ღვთივდადგენილია და აი ამდენი რაღაც დეტალი ვთქვით თუ რატომ უნდა მივიდეთ მოძღვართან ისე შეიძლება ეს რაღაც დიეტა გამოგვივიდეს და სულიერი სარგებელი ვერ მივიღოთ ვიცით რომ მარხვა არ არის მიზანი მარხვა არის საშუალება
ითვლება, რომ ჩვენ ქრისტეს მივერქვათ, ქრისტეს ჩავეხუტოთ, ქრისტესთან ერთობა ვისწავლოთ, მის საფრთხო ბუნებას ვეზიაროთ. ესე იგი, აღსარებამდე თუ ვერ მივედით, ვერ ზიარებამდე ვერ მოვალთ, იმიტომ რომ ახლა ასე უცებ მიხვიდე და მოძღვარს ვთხრა მაზიარე, გასაგებია რომ შენ შეგიძლია აღსარების გარეშეც ეზიარო თუ ეხა არაფერი ისეთი არ გაქვს ეხა მართლა აღსარება საშუხო არ არის ეხლა ზიარებამდე მაგრამ ეხლა როცა არ ჩანხარ და არასდროს არ მესლუხარ ტაძარში დაკარგული ხარ რამდენიმე წელიანი რაღაცა წყვეტა ქონდა და მეხვიდე მოძღვართან და მოუყვე შენ ეს ყველაფერი და მიიღო მისგან კურთხევა. მამა დავით ახსენეთ დიდი მარხვა რომელიც დაიწყო ორშაბათს და ვემზადებით უფლის ბრწყინვალე აღდგომისთვის. ცხადია, მთელი წლისა და ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვანია სულიერი მოძღვრისა და სულიერი შვილის კონტაქტი ურთიერთობა ერთმანეთთან, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია მარხვის პერიოდში, რას აკეთებს ამ დროს სულიერი შვილი, როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება და ამ კუთხით რამდენად არის მნიშვნელოვანი სულიერი მოძღვრის დახმარება ჩვენი სულიერებისთვის. რა თქმა უნდა, მარხვის პერიოდში ორმაგად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახლა ქრისტიანობა სეზონურად ვერ გამოცხადდება, ღმერთი ყოველთვის არსებობს. ქრისტიანები ყოველდღე მარხულობთ, ეხლა ეს გასტრონომიული მარხვა, თქმა უნდა, მეტად გვეხმარება სულიერ მობილიზებაში და ასე შემდეგ. და მნიშვნელოვანია, სხვა პერიოდშიც არის ეს ყველაფერი აუცილებლობა, მაგრამ ამ პერიოდში იმიტომ არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ ვაკვირდებით იმას, რომ ადამიანს სულ მოჭიმულად ყოფნა არ შეუძლია რა, აი როგორც მინდა მამები გვასწავლიან, სულ აი ესე ღვაწლში, ესე ერთეგვე ღვაწლში რომ იყოს შეიძლება ეს როგორც მშვილდივით რაღაცნაირად მოფამფალდეს და გაწყდეს კიდევაც. ამიტომ ძალიან კარგად იცის ეს ადამიანური ბუნება ღმერთმა და ეს ეკლესია რა თქმა უნდა ღვთივ გამოცხადებული სიბრძნით ხელმძღვანელობს ჩვენთან მიმართებაში და აი ეს არის პერიოდი დიდი მარხვისა, როცა აი მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჩვენი სულიერი ძალების მობილიზება და მაქსიმალურად უნდა რაღაცა დავტოვოთ ეს უთისოფლის საქმეები და მოვიცალოთ იმისთვის რომ ისევ ჩვენ გავძლიერდეთ და აი ამ პერიოდში თუ შენ აი ამ ხელა რაღაცა შრომას ვიღებ, ამ ხელა რაღაცა დათმენას აკეთებ, ამდენ რაღაცაზე ვარსამბობ და ერთ-ერთი არის მარხვა, ხო? თან ქართული სუფრები და ეს ქართული ტრადიციები, ქართველი ადამიანისთვის პირდაპირ ვიტყვი გასტრონომიული მარხვა ძალიან დიდი ღვაწლი არის ამ ეთანხმებით. და აი ამის შემდგომ თუ ის მოძღვართან არ მივიდა და აი ეს სრულყოფა თუ არ მოახდინე მისი ქრისტიანული ღვაწლს, როგორც თქვით, შეიძლება მართლაც ეს ყველაფერი წყალში ჩაყრილი შრომა იყოს და ერთგვარ დიეტად ჩაითვალოს, იმიტომ რომ თან ჩვენ გველოდება ახლა აღდგომის დღესასწაული, ხო? აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ შინაგანად უნდა გავბრწყინდეთ ყველანი და ერთმანეთს უნდა ჩავეხუტოთ, ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, ვაპატიოთ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის და ბუნებრივია ამ ყველაფერს ვერაფრით ვერ გავაკეთებთ თუ არ მივედით მოძღვართან, არ მივედით ტაძარში და არ გავხდით დედა ეკლესიის ესე პრაქტიკული ცხოვრების წესით ამსრულებელი წევრები. ისე ქრისტიანობა ყოველთვის პრაქტიკა იყო და ის რომ მე მწამს, ესე ვერ მართლდებოდნენ ადამიანები, მასე ეშმაკსაც წამს, ეშინის ღვთისაგან, მაგრამ არ ემორჩილება მას და აი ეს დამორჩილება არის სწორედ აი გზაზე მავალობა, ჩვენ ვიცით რომ აი ეს საიდუმლოებები, მსახურებები, რომელიც ეკლესიაში არის დადგენილი, თავად ქრისტე მაცხოვრის მიერ არის დადგენილი, ჩვენ ვისაუბრეთ აღსარების შესახებ, რომ მოციქულებს აძლევს ამ ხელმწიფებას, აგრეთვე თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ მიცვალებულებზეც ადამიანი რომ გარდაიცვლება, იქაც ეს მოძღვრის როლი არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეს წესის აგების მსახურება და ბოლოსში ეს შენდობის ლოცვა ფაქტურად ეს ხდება ერთგვარი წინაპირობა, რომ ესე ადამიანს ოდვები ეპატიება და ღმერთთან გააგრძელოს ცხოვრება და აი ამის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრება, ქრისტიანული ცხოვრება, ესეინება უფალმა და აგრეთვე მის ზიარების საიდუმლო, როდესაც უფალმა აღასრულა ეს საიდუმლო სერობა, პარასკევის ჯვარზე გაეკრა ეს ვნების დღე რაც არის და წინა დღეს, ესე იგი ხუთშაბათს, როცა ეს ბოლო მშვიდობიანი ურთიერთობა ქონდა მას მოციქულებთან, ამის შემდგომ იწყება უკვე ქრისტეს შეპყრობა და მოციქულების გაფანტვა და ასე შემდეგ, უფალმა ის შეაჯამა თავისი მთელი მოძღვრება, მთელი თავისი ყველაფერი მოციქულებთან და კაცობრიობასთან მიმართებაში და დაგვიწესა ზიარების საიდუმლო და თავად იყო ხო მღვდელმოქმედი შემწირველის და შეწირულის და ყოველთვის ესია და მოციქულებს უთხრა ეს აღასრულეთ ჩემს მოსახსენებლად და ეს მსახურებები ტაძრებში აღესრულება და მოძღვრები აღასრულებენ ამას
და აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, მოძღვარს გავუყვეთ ლაბირინთულ და ჩიხურ ცხოვრებაში, რომ ჩვენ სამშვიდობოს გაგვიყვანოს, ჩვენ რა თქმა უნდა იგივე ბარძიმით, იგივე უფალს ვეზიარებით, არანაირი განსხვავება არ არის ჩემსა და თქვენს შორის, ჩემო ძმანო და დანო. უბრალოდ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც ეს წინამძღოლობა ამას გულისხმობს, რომ ჩვენ გამოყვეთ და ერთობლივად ვიაროთ ესე იერარქიული წყობა თავად უფლის მიერ არის დადგენილი, ერთადერთი ღმერთი არის იერარქიული, რომ იქ არ არის რაღაც ერთგვარი ეს რაც არის ჩვენ შორის, ხო, აი შენ მე უნდა დამემორჩილო მე პატრიარქს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახსარება ხშირად ჩავაბაროთ მარხვაში და ზიარება მივიღოთ, რადგანაც მარხვა არის ერთგვარად აი მიწის დამუშავება. მოდი ესე ვთქვათ, ესე ხორცილად რო გადმოვიტანოთ, უფრო გასაგები რო გახდეს და წარმოგიდგენიათ ახლა დამუშავებულ მიწაზე, რომ ის კეთილი რაღაც მარცვლები არ ჩავარდეს, როგორი სისწრაფით ამოვა იმ დამუშავებულ მიწაზე სარეველა ბალახი. შეიძლება ადამიანი უფრო მეტად ბოროტის სამიზნე გახდეს. იუდა 8 წელში იყო, იუდა თავშეკავებაში იყო, ფაქტურად არაფერს არ ჭამდა, უკვე მას სკულში ქონდა, ჩასაფრებული იყო ბოროტი მასთან და ის იყო მღვიძარებაში. და ამ ერთგვარ მარხვაში, ბჭყალებში და რა თქმა უნდა მღვიძარებაში იუდაში ჩასახლდა ბოროტი. აგრეთვე ეს წირვალოცვაზე სიარული ეს არის მადლიერება, ხო? აი მადლიერების გარეშეც დაიკარგება ეს ყველაფერი. ძალიან ხშირად ვამბობ ჩვენ იმას, რომ ქრისტიანობა ეს არის რგოლურად და ჯაჭურად სათნოებები ერთმანეთთან დაკავშირებული და მარტო მარხვა ვერაფერს ვერ მოგვიტანს. ვერც მარტო ლოცვა, მარტო მარხვა და ლოცვა რომ ყოფილიყო მაცხოვნებელი, მაშინ ქრისტე არ მოვიდოდა და ეკლესიას და ეკლესიის საიდუმლოებს არ დაგვიფუძნებდა ჩვენ. აუცილებელია ზიარება. რომ ეს ესე იგი ყოველ წირვაზე როცა ადამიანი მიდის, უნდა მოემზადოს საზიარებლად. თვითონ წირვის სტრუქტურა ამას რა თქმა უნდა გულისხმობს და ეს არის ის ახსარება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია სინანული საკუთარი ცოდვების აღიარება, განცდა ამ ყველაფრის მონანიება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოძღვრის როლი თავისთავად, ხო? რამდენად დაგვეხმარება მოძღვარი იმაში, რომ ბოლომდე გავიხსნათ მასთან და ჩემი ცოდვების, რაც მაქვს დაგროვილი, ასე ვთქვათ, თამამად წარმოვთქვა, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში არის, როდესაც რიდი გააჩნიათ მოძღვრის, გონიათ რომ ამა თუ იმ ცოდვას მოძღვარი ვერ მიიღებს, ვერ გაითავისებს, ასე ვთქვათ და შეიძლება განურისხდეს ამის გამო. ძალიან დიდი როლი აქვს მოძღვარს ახსარების დროს. დიახ, რა თქმა უნდა, აი მადლობა ღმერთს, რომ დღეს ძალიან მრავალფეროვანი არის ეს ჩვენი მოძღვრები, მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილნი აზრები. და ნუ ახლა არ არის აუცილებელი მაინდამაინც სახლის გვერდით რომ ტაძარია და მოძღვარი იქ მეხვიდე თუ რაღაც იქ შენ ვერ იხსნები, ესე ხო არ არის რომ მაინდამაინც ეს გინდა ხორციელი, გინდა სულიერი დაწინდვა გვერდში მყოფ ადამიანებზე ხდებოდეს საიდან სად აკავშირებს ღმერთი როგორც ხორციელად ასევე სულიერად ადამიანებს და ვეძებოთ უნდა მოძღვარი იმისთვის რომ ჩვენ მცხონდეთ და გადავრჩეთ როგორც აი ყველა აბსოლუტურად ყველა წმინდანის ცხოვრებაში გამოკვეთილად ეს არის, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება, ბუნებრივი მოწამეებზე არ საუბრობ, რომელმაც წამიერად აღიარეს ქრისტე და მეხსეულად გამოასალმეს სიცოცხლეს. საუბრობთ ისეთ კატეგორიის ადამიანებზე, რომელთაც გარკვეული მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ, არჩევანის საშუალება და რომლებმაც დაიწყეს ძიება მოძღვრის, როგორც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში წერია, მოძღვრის გარეშე საუკუნო ცხოვრება არ არსებობს და უნდა ვიპოვოთ ისეთი მოძღვარი, ვინც გაგვიგებს ჩვენ, რატომ იყო რომ ქრისტემ ამოირჩია 12 მოციქული და შემდგომში სხვადასხვა მხარეში წარაგზავნა ეს მოციქულები საქადაგებლად. რა თქმა უნდა, იმ ადამიანთა ტემპერამენტის მიხედვით უფალმა გამოარჩია ეს მოციქული. ჩვენთან ანდრია მოციქული, ხო? ესე იგი, ჩვენ ყველაზე მეტად მოვისმენდით ანდრიას გადაგებას და ესეც მოხდა, ხო? ბოლომდე, ლათისზე ბოლომდე ვერ მივიღეთ, ეს მარტივი არ იყო. ქრისტიანობის მიღება იმ სისავსით, რა სისავსითაც დღეს ჩვენ გვაქვს მიღებული, მაგრამ სხვა მოციქულის უფრო არ მოусმენდით. ამიტომ ეს ადამიანთა დაყოფა ტემპერამენტის მიხედვით 12 არის დაყოფილი, 12-ად არის დაყოფილი. ეს უფლის სიბრძნით არის, რა თქმა უნდა, დადგენილი და უნდა ვნახოთ აი ჩვენი შესაბამისი მოძღვარი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ მოძღვარი და მოძღვარმაც უნდა აგვირჩიოს ჩვენ. ლაშად ამობენ რომ აი მე მამაო ავიყვანე.
და მე შეიძლება რაღაცნაირად ისე ვიყო, რომ არ მქონდეს იმისი უკვე რაღაცა ენერგია, დრო, საშუალება. ეხლა ქრისტიანს 12 მოციქული ყავდა 70 მოწაფე და რაღაც გარკვეულ ლიმიტირებაზე შეიძლება საუბარი. გამოსავალი რაშია, რომ ესე იგი მე როდესაც უკვე მყავს რაღაცა უკვე იმდენი მრევლი, რომ აი ამასაც ვეღარ ვაქცე ყურადღებას, შევეცდები რომ აღარ მივიღო სხვა ადამიანი, რომ რაღაც ეს ხარისხი არ დაიკარგოს და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს ახალი სასულიერო პირების კურთხევა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი სასულიერო პირია, მაინც ვიტყვი იმას, რომ სამკალე ფრიადარს მუშაკნი მცირეთ რა და არავინ არ იფიქროს, რომ საკმარისად არიან დღეს სასულიერო პირები. რამდენი ადამიანი არის დაბრკოლებული, რამდენი ადამიანი აქვს ისე კი ურთიერთობა დაკარგული ღმერთთან. ჩვენ ძირითადად გვიწევს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც თავისი ფეხით მოდიან ტაძარში, ხო? ჩვენ ხო არ დავდივართ კარდაკარ, ამისი დრო არ გვაქვს. რომ საჭირო არის არადა ესეთი ქმედება, რომ დღეს საქართველოში ვარ და ერთხელ შემეშალა რაღაც ახალწელს ზუმრად მივდიოდი და სხვა ოჯახში შევედი, სართული შემეშალა და რომ გააღეს კარი მობზანდი მამა და ყველა ოჯახში ესე არის, სადაც შევალთ ყველგან მიგვიღებენ და საჭიროა რაღაცა იმ კომუნიკაციის, ამ ერთობის წარმოჩენა. რატომ იყო რომ უფალმა ხორციელი ურთიერთობას დაამყარა მოციქულებთან, ერთად ჭამდნენ, ერთად სვამდნენ, ადამიანური მხარე საჭირდება, გადავსება, შევსება და აი ეს ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის და მე უფრო მარტივი არის გახსნა. ასევე ჩვენი მხრიდანაც რა თქმა უნდა მოვერიდოთ სიმკაცრეს. ეხლა ქრისტეს ფაქტურად სიმკაცრე არ გამოუჩენია. მეძავი რომ მეძავია, ამაზე მეტად უცოდველი ვინ არის და ავაზაკი რო ავაზაკია და არ გაუბრას და არც ერთს არც მეორეს ორივე საპატია ცოდვები და ჩვენ რაღა ასე თქვათ იმპერატიული ტონით ვესაუბროთ სულიერ შვილებს. მამა დავით 2 წუთზე ნაკლები დრო დაგვრჩა სასაუბრო და ბავშვებთან ურთიერთობის შესახებაც რომ ვისაუბროთ, როგორია დღევანდელი რეალობა და ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჭეშმარიტ სულიერი ცხოვრება იწყება სწორედ ბავშვობიდან, ხო, რაც უნდა გაიგრძელდეს შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირადი გამოცდილებიდან და მაგალითიდან რომ გაიხსენოთ და გითხრათ, როგორია ბავშვებთან ურთიერთობა სულიერი მოძღვრის. ბავშვებთან საერთოდ ჩვენს ბავშვები ხვდებით, სხვანაირად არ გამოვა მათთან ურთიერთობა, შენ გინდა თუ არ გინდა, ასე თქვათ, არ ვიტყვი რომ აბლა უნდა ჩამოხვიდე, მაღლა უნდა ახვიდე, როგორც უფალი ამბობს, ხო, აი ბავშვები თუ მოიქცევით, თქვენ შეხვალთ სასუფეველში, ეს არის უბრალოება, დაივიწყო უნდა ყველაფერი და იმ მომენტით უნდა გაიხარო და ძალიან ბევრი ბავშვი მოდის ჩვენთან და ჩვენც უნებრივია მათთან ერთად გვიხარია რომ აი რაღაც ერთობაში ვართ. ბავშვებთან მიმართებაში რა თქმა უნდა ყოველდღე მიუღებელია რაღაცა კანონების თავს მოხვევა, ასეკენით, ისინი მოდიან და ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ და მადლობა ღმერთს რომ დღეს ყველაფერი ისე არის რომ საქართველოს ნამდვილად უფრო უკეთესი მომავალი ექნება, აი მართლა უწრფელად და აი როგორც თვალში რო შეხედავ რაიმეს, ისე ვამბობ ამას. ძალიან კარგი თაობა მოდის, ბავშვები სწავლობენ ლოცვას, ბავშვები ეზიარებიან და მთავარია რომ ჩვენ მშობლებმა აი რაღაცნაირად არ დავაბრკოლოთ ჩვენი ეს შვილები იმისთვის რომ ეშმარიტების გზაზე იარონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ პირადი მაგალითი ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. არაფერს აზრი არ ექნება თუ პირადი მაგალითი არ მივეცით. მაინც იქ სადღაც მე უკვე გამოჩნდება ის რომ ისინი რაღაც ისეც აკეთებენ რაც ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ თუ ჩავიხედები ჩვენს თავში და ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ რაიმე ცუდი იქნება მე უკვე მათში, ისევ ჩვენი ბრალი არის რომ ეთილი მაგალითი ვერ მივეცით და ძალიან დიდი მადლობა მამა დავით საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მობრძანებისთვის სტუდიაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და დაგემშვიდობებთ გისურვებთ წარმატებებს. ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.